სხეული ყველაზე მჭიდრო კავშირშია არაცნობიერთან. სტრესში არ არის პრობლემა, არც ტრავმაში არ არის პრობლემა. პრობლემა არის ის ადამიანმა შეძლო თუ არა ამის ბოლომდე განცდა. რეალურად ემოციის განცდა სულ 7 წამი ჭირდება. რეალურად რასაც გავურბივარ, შეიძლება სულ 7 წამი იყოს, ხო? მიეცი უფლება სხეულს იმოძრავოს ისე როგორც უნდა. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Wellness Podcast-ს, მე ვარ თაკო ბასილია. დღეს ჩემი სტუმარია თინა კუხიანიძე, Twitch მეცნების ფასილიტატორი. ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, თუ რა კავშირი აქვს სხეულის ტრანსფორმაციასთან და მინდა გთხოვოთ, გამოიწეროთ ჩემი პოდკასტი და ზარის ღილაკს დააჭიროთ ხელი, რომ მომდევნო ეპიზოდი არ გამოტოვოთ. გამარჯობა თინა. სალამი თაკო. კეთილი იყო შენი მობრძანება ჩემს პოდკასტში. მადლობა. დღეს გვაქვს ჩემთვის ძალიან საინტერესო თემა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ასაკში აღმოვაჩინე, რომ ვიყავი სულ თავში. მთელი ჩემი შეგრძნებები მიდიოდა თავის ნაწილში და ცნობიერად ვგრძნობდი ამ ემოციებს და თითქოს სხეულებრივად გათიშული ვიყავი და არ ვაკვირდებოდი ჩემს გრძნობებს სხეულში რა ხდებოდა და ეხლა ცოტა ხანია დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა, ვაკვირდები ჩემს ემოციებს, როგორც დადებიც, ასევე ნეგატიურს, განსაკუთრებით ნეგატიურს, იმიტომ რომ მივხვდი მაგალითად მოვიყვან მაგალითს, რომ მქონია შემთხვევები, რომ რაღაც ემოცია შემოდის სიტუაციიდან გამომდინარე და ჩემი გონი მეუბნება, რომ აი არა უშავს ახლა. მიაქცევ ამას ყურადღებას, ან კაი ხა ამაზე მაღლა დადექი, ამას ხო არ მიაქცევ ყურადღებას და რეალურად ხდება ის, რომ გრძნობ, რომ რაღაც კონკრეტულ მიდამოში, ან მუცლის, ან გულის, ან ყელის ნამდვილად რაღაცა მაწუხებს, ან მახრჩობს, ან არ ვიცი, გაცხელებული, ან მიიჭერს, მაგ სხვადასხვა შეგრძნებებით გამოიხატება ეს ნეგატიური ემოციები და მე უკვე ვისწავლე ამოცნობა თუ რა ემოცია არის ეს. იმიტომ რომ ადრე უბრალოდ მე რაღაც ტკივილის სახით გრძნობდი და ეხლა ვარქმევს ახალ ზოგი არის დაუცველობის განცდა, ზოგი არის შიშის განცდა, ან წყენა და ასე შემდეგ. მივხვდი რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სხეულებრივად ვიცხოვროთ. და არის თუ არა ეს ასე. ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა ეს თემა, აქტუალურია ცხოვრების ამ ეტაპზე, ამ პერიოდში და რა საინტერესოა ხო, რაღაც ამ ასაკში, დაახლოებით ტოლები ვართ, ამ ასაკში გვიწევს, რომ მივაქციოთ ყურადღება სხეულს და თავიდან ვისწავლოთ, რას ვგრძნობთ, როგორ ვგრძნობთ და ასე შემდეგ. მარტო ეს რო ცალკე ავიღოთ და არ ვართ მარტოები, ძალიან ბევრს უწევს დიდ ასაკში, უკვე ზრდასრულ ასაკში, ამის თავიდან სწავლა. ამას მივუბრუნდებით, რატო ხდება ესე, თუმცა ერთ-ერთი ძირეული ნაწილია. უკვე როცა ყვებოდი შენს გამოცდილებას, უკვე ახსენე ცალკე გონება, ცალკე სხეული, ხო? ანუ რატომღაც ისე მოხდა ბოლო პერიოდში, კაცობრიობის ისტორიაში, რომ გონებამ იმდენად დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რომ სხეულის ნაწილი სადღაც უგულვებელყოფილია, ხო? ანუ გონება და სხეული ცალ-ცალკე როგორც წესი არ ფუნქციონირებს, თუმცა განხილვა და საუბარი ცალ-ცალკე გვიწევს, იმიტომ რომ რაღაცა ერთმა აიღო მართვის სადავეები, არ ვისაუბროთ ახლა მიზეზებზე, თუმცა რაღაცა კუთხით შევეხებით, ხო, აი ამ პროცესს როგორ ხდება ეს ნაწილი და სხეულის, ასე ვთქვათ, სხეულის საჭიროებები, სხეულის მდგომარეობა, იქიდან მიღებული პოტენციური ინფორმაცია, რაც შეიძლება გამოგვადგეს, სადღაც რჩება უგულვებელყოფილი, ხო? და რაღაც მომენტში, როცა დგება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება, თუმცა არა ყველასი, ცხოვრებაში რაღაცა ეტაპი, რომ რაღაცა გარდაქმნა გვჭირდება, რაღაც ცვლილება გვჭირდება, ტრანსფორმაციას ვეძახით, ხო, ამას ვიწყებთ ძიებას.
ძიება შეიძლება დავიწყოთ წიგნების საშუალებით, რაღაცა ინფორმაციის მიღების საშუალებით, თერაპიის რაღაცა მეთოდების მიმართულებების საშუალებით და რაღაც ეტაპზე ჩვენი გონება საკმარისად ჭკვიანდება, ბევრი რაღაცა ვიცით, გვესმის, შეიძლება რაღაცა ანალოგები ჩვენს ცხოვრებასთანაც გავავლოთ, შეიძლება ძალიან დავხელოვნდეთ ანალიზში თუ რატო ხდება ჩვენს ცხოვრებაში ის, რაც ხდება, იქ შემოდის სცენაზე დედა, მამა, ზოგჯერ წინაპართა ხაზები, შემოდის წარსული გამოცდილება, სიტყვა ტრაუმას ვეცნობით, რას ნიშნავს და რაღაც მომენტში მივხვდეთ იმისა, რომ ბევრი გავიგეთ, ბევრი წავიკითხეთ, ბევრი პროცესი გავიარეთ, აღმოვაჩენთ, რომ რაღაცაები არ იცვლება. ხო? დაჭკვიანების მომენტი, ამ ინფორმაციის მიღების მომენტი ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ გონება ხვდება, რომ რაღაცა ახალი შეიმეცნა და მოკლევადიან შვებას გვაძლევს, ხო, ამ პროცესში, მაგრამ აქ რა თქმა უნდა, ჩემს გამოცდილებაზე ვსაუბრობ, ხო, ეს არ არის მხოლოდ და დიდწილად დღეს რაზეც ვისაუბრებ, ის არის, რაც ჩემს კანზე მაქვს გამოცდილი, ხო, ესე ვთქვათ. და რაღაც მომენტში ოღონდ მიმოვიხედებით და შეიძლება დეკორაციები შეიცვალა გარშემო, მაგრამ შიგნით რაღაცა არ შეცვლილა. მდგომარეობა და ის ჩვენი ჩვეული, რაც გვაწუხებდა, თითქოს ისე არის. ხო, მივხვდით ბევრი კოსმეტიკისა და ბევრი გადაფარვისა. აქ შემოდის უკვე სხეულის როლი. იმიტომ რომ სხეული ითვლება რომ ყველაზე მჭიდრო კავშირშია არაცნობიერთან, ხო? ან ცნობიერზე და არაცნობიერზე მოკლედ რო ვთქვა, დარწმუნებული ვარ შენი მაყურებელი და მსმენელი იცნობს ამ ორ მოსაზრებას, მაგრამ მაინც მოკლედ რომ აღწეროთ, ხო? მე ესე ვახასიათებ ხოლმე ცნობიერი ყველაფერი ის, რაზეც მიმიწვდება ხელი ფიქრებით, ანუ რაც შემიძლია რაზეც შემიძლია ვიფიქრო, ვისაუბრო ასე შემდეგ, რაც ვიცი რომ ვიცი და არაცნობიერი ყველაფერი ის, რაც ამის ქვეშ არის და როგორც წესი ვამბობთ, რომ ტიტანიკის ანალოგიას, ტიტანიკი ასოცირდება აისბერგთან, აისბერგის ანალოგიას ვაკეთებთ, ხო? ყველაფერი წყლის ზედაპირის ქვეშ არის, უკვე არის ანალოგი, არაცნობიერი, ხო? სადაც უძირო არის. 99%-ს 1%-ს ვადარებთ ხოლმე, თუმცა ეს ძალიან პირობითი შედარება, იმიტომ რომ არ ვიცით რამ ხელა არის რეალურად არაცნობიერი, თუმცა ვიცით რომ ბევრად დიდია და ბევრი რაღაც ხდება არაცნობიერში. არაცნობიერი უკვე ძირითადად არის ის ნაწილი, რაც არ ვიცით რომ არ ვიცით. რა თქმა უნდა არის იქ შუაში ნაწილი, სადაც ვიცით რომ არ ვიცით რომ რაღაც ხდება, მაგრამ არ ვიცით ზუსტად რა არის. მაგრამ მაინც დიდი ნაწილი არის რომ ჯერ არ ვიცით რომ არ ვიცით. და იმ მთელი თვით შემეცნების ტრანსფორმაციის პროცესი არის შევხედოთ იმას, რაც ვიცით რომ არ ვიცით და შევხედოთ უკვე ნელ-ნელა ამოვიტანოთ ზემოთ არაცნობიერიდან ის, რაც აქამდე ვერც კი წარმოგვედგინა რომ არსებობდა, ხო? სხეული არის ყველაზე დიდი მაკავშირებელი ამასთან. და რატომ? ტრაუმები ვახსენე მანამდე, ბავშვობა ვახსენე მანამდე, ბავშვობ პრენატალური პერიოდი, მუცლად ყოფნის პერიოდი, ბავშვობის რაღაც ასაკამდე არის ყველაზე მოქნილი პერიოდი, როცა მოქნილი, ანუ მგრძნობიარე პერიოდი, მოწყვლადი პერიოდი, როცა ყალიბდება და არაცნობიერში ბევრი ინფორმაცია იდება. არ არის მხოლოდ ეს ერთადერთი წყარო, რა თქმა უნდა, გვაქვს თაობათა შორის გადმოცემული ინფორმაცია, რაც ასევე ჩვენთან ინახება, ეს იქნება დნმ-ის სახით თუ ზოგადად ხო ბიოლოგიურად გადმოცემული ინფორმაცია და სხვა წყაროები არსებობს, ხო, რითიც სუფთა ფურცლით არ ვიბადებით, მოკლედ ესე ვთქვათ. ეს ინფორმაცია ჩვენში იდება, თუმცა ამ ნაწილზე ჩვენს უშუალო ფიზიკურ არსებობაზე რო ვისაუბროთ, ჩასახვის მომენტიდან ხდება გამოცდილების მიღება და დაგროვება. ჩასახვის მომენტიდან უკვე ვსწავლობთ, შეიძლება არაცნობიერად, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ცნობიერად ამის აღქმის და დამახსოვრების უნარი არ გვაქვს. ვსწავლობთ რა არის მისაღები, რა არის მიუღებელი, ანუ რა არის უსაფრთხო და რა არის ხიფათის შემცველი. და აი ამ გამოცდილების მიღებასთან ერთად ბევრი არის მომენტი, როცა ის რაც ხდება ჩვენს თავს, ცოტა რთული გადასატანია ბავშვისთვის. აქ შემოდის, ესე ვთქვათ, აქტივობაში და მუშაობაში ჩვენი ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმები, მადლობა მათ ძალიან დიდი რომ არსებობენ, სხვა შემთხვევაში გვიცავენ. სხვა შემთხვევაში ყველაფერი ის რაც ბავშვის თავს ხდება, როგორი ესეთი ნათელი ბავშვობაც არ უნდა გქონოდა და რთული გადასატანია ბავშვის ფსიქიკისთვის, ხო? ფილტრი არა აქვს ბავშვის ფსიქიკას, ხო?
ემოციური მზაობა და სიძლიერე რომ რა ის სტრესი გადაიტანოს, რაც ქვია საბაზისო საჭიროებების არ დაკმაყოფილება და აქ არ არის მარტო საუბარი უშუალოდ ტრაუმულ მომენტებთანაც ასოცირდება, ხო? ანუ ძალადობა ფიზიკური, ემოციური იქნება. აქ არის იმაზეც საუბარი, რომ აი რაღაცა ჭირდებოდა იმ მომენტში სიყვარული და ვერ მიიღო იმ ხელა სიყვარული, რაც ჭირდებოდა. ჭირდებოდა სითბო და ვერ მიიღო იმ მომენტში ის სითბო და ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაში ეს არ არის რაღაცა თავში ხელს შემოსარტყამი, იმიტომ რომ დედები და მშობლები, ზოგადად დედები, მამებიც ადამიანები არიან, მათ ცხოვრებაშიც ბევრი რამ ხდება, ამიტომ ბავშვს რომ 100%-ით ყველაფერი კონდეს, ის რაც ჭირდება, ეს ცოტა უტოპიური წარმოდგენაა. ზოგჯერ მგონია, რომ ის რომ ადამიანები ვართ, ადამიანური გამოცდილება ამას წინასწარ უკვე განაპირობებს. ხო, შეიძლება სადღაც გამონაკლისის შემთხვევები არსებობდეს, მე მანდ არ მივდივარ, როგორც წესი ესეა, ხო? ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცა დონის ტრაუმულობა ყველა ბავშვობაში იყო. ამ მომენტში, როცა ბავშვის რაღაცასთან გამკლავება უჭერს, როგორც წესი, საფრთხესთან ვიცით, ხო, ან გაურბივართ, ან შევებრძოლებით, მაგრამ გაყინვა არის, როგორც წესი, ბავშვის ჩვეული რეაქცია და გაყინვის დროს რა ხდება, ხო, ანუ ის ენერგია, რაც გამოიყოფა სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად არ გამოიყენება, იმიტომ რომ ბავშვს იმ მომენტში არც გაქცევი არ აქვს, როგორც წესი, შებრძოლება უფროსებთან დიდად ვარიანტი არ არის, როგორი მეამბოხე ბავშვიც არ უნდა იყოს, ეს მაგ ილუზიაში ნუ გადავარდებით, იმიტომ რომ ბავშვი მაინც ბავშვია და უფროსია. და ამ მომენტში ხდება ამ ენერგიის შეკავება. ხო? თუმცა სამყაროს ერთი ესეთი რაღაც ახასიათებს, არაფერი არსად არ ქრება. რაღაც შეიძლება გარდაიქმნას, რაღაც შეიძლება დატრანსფორმირდეს, მაგრამ მე თუ რაღაც ხელში მიჭირავს, არ ვიცი, წყლის ბოთლი და მანქანიდან გადავაგდებ, ის რომ ჩემთან აღარ არის ეს წყლის ბოთლი, არ ნიშნავს, რომ ეს წყლის ბოთლი გაქრა, ხო? არსებობას არ წყვეტს, ხო? ის შეიძლება რაღაცად გარდაიქმნას, თუმცა არსებობას აკრძალებს, ანუ ის ენერგია, რომელიც რაღაც მომენტში უნდა გამოიყოს სხეულში, რომ გამოგვეყენებინა ემოციის სახით თუ რაღაცის სახით, ენერგია არის, ხო, ემოცია ენერგია, რაც რაღაცას ამოძრავებს, ინფორმაციას გვაძლევს, არ გამოვიყენეთ. საწავიდა ეს ენერგია სადღაც ჩარჩა, ხო? ანუ ხალხშიათ ლაპარაკობენ სხეულებრივ ბლოკებზე, ხო? ან ხო, ეს კითხვა უნდა დამესვა, რომ რა ვიცით, რომ სხეული ინახავს ამ ემოციებს და აი მივადექით კითხვის გარდა. რა ვიცით, ხო, შემდგომ ანუ ამის ესე ვთქვათ, როგორ დავინახოთ ეს უკვე შემდგომ ეტაპზე ჩნდება ხოლმე, ხო? ანუ ეს სხეულმა შეინახა, ეს სხეულმა დაიმახსოვრა, ერთი დაიმახსოვრა ფსიქოემოციურ ნაწილმა, სადღაც გვაქვს ტვინში სფერო, რომელიც მსგავს ინფორმაციებს იმახსოვრებს, თუნდაც არაცნობიერად, რომ რაღაცა მსგავსი სიტუაცია არ არის უსაფრთხო და ასევე დაიმახსოვრა სხეულმაც, როგორც ესე ვთქვათ, ასევე არაუსაფრთხო სიტუაცია და სადღაც ჩაიდო ეს შეგუბებული ენერგია, ხო? რა ვიცით იქიდან გამომდინარე, როცა როგორც წესი მსგავსი სიტუაციები მრავლად არის, ყოველდღიურად და ზრდასრულ ასაკშიც გრძელდება, ხო? იმიტომ რომ ის რაც იმ მომენტში ბოლომდე არ იყო განცდილი და გაყინვის მდგომარეობა სტრესში არ არის პრობლემა, არც ტრაუმაში არ არის პრობლემა. პრობლემა არის ის ადამიანმა შეძლო თუ არა ამის ბოლომდე განცდა. და ამაზე უკვე ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს, უშუალოდ ის ადამიანები, ვინც ტრაუმასთან მუშაობენ და ძალიან ბევრი ლიტერატურა არსებობს, ხო? პრობლემა არ არის მომხდარი, პრობლემა არის რომ არ დაგვრცალდა და არა მარტო ბავშვობაში, ხო, ზრდასრულ ასაკში შეიძლება ტრაუმული გამოცდილება მქონდეს, პრობლემა არის რომ არ დაგვრცალდა სხეულებრივად ამის განცდა, ხო? და სხეული საკმაოდ ჭკვიანი ქმნილება არის, შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ იმიტომ რომ დავისწავლეთ, ძალიან მიყვარს ეს სიტყვა, ხშირად ვიყენებ ხოლმე თავშეკავებულობა. რაც მე აღწერე რეალურად ჩემი გამოცდილება. ხო, თავშეკავებულობა ვისწავლეთ. ესე უნდა ვიჯდე. ეხლა მე აქ რო ავდგე და ვწებ მოძრაობა დავიწყო, არ მოსულა. ამ დროს შეიძლება ჩემს სხეულს საერთოდ სხვა მოთხოვნილება, მაგრამ გონება მეუბნება, რომ ეხლა იქ კამერა გიღებს, ხალხი შეიძლება დაგინახოს, ამიტომ ძალიან მოწესრიგებულად უნდა ვიჯდე. ამიტომ ხშირად ზრდასრულ ასაკში, როცა რაღაცა ჩვენთვის ტრაუმატული ხდება, სხეულს არ ვაძლევთ უფლებას განიცადოს ბოლომდე, ხო? ძალიან ბევრი სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკა, ამაზე არის მორგებული, რომ სხეულს მივცეთ უფლება,
რომ რაღაცა გამოხატოს, რაღაცა განიცადოს და გონებისთვის ამის დანახვა ხშირად განგაშის მომტანია, რომ რა, ეხლა მე ისე უნდა ვიმოძრაო, ან ისე უნდა გამოვხატო, ან თუნდაც ხმა მოვიღო, ხო, იმიტომ რომ გონებისთვის ეს მიუღებელია, იმიტომ რომ მე ბევრი შიში მოდის. ხო, ანუ რეალურად აი ეს პროცესი დაახლოებით ესე გამოიყურება. ჩამოდი აი მაყურებლისთვის ახლა რა გამახსენდა, იცი რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მაგალითად მე ილუზიას ვეძახი რომ სულ კარგად უნდა ვიყოთ, რომ ნეგატიური ემოცია თუ შემოდის, თითქოს ეს რაღაც ემოცია ნეგატიურია და როგორ თქვა, ანუ აღქმულია რომ არ არის საჭირო. არასასურველია და მე ხა ამაში ყოფნა არ შემიძლია, მე ხა ეს არ შემიძლია, ხშირად გამიგია და ძალით ცდილობ რომ გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან, გახვიდე მეგობრებთან გადაერთო, არ მიაქციო მას ყურადღება, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან მტკივნეულია. ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია და არის მომენტები, რომ ხო, ამ ნეგატივში რჩები და თითქოს სანამ არ ვიცოდი მე როგორ განმეცადა ეს ემოციები, მეც მეგონა, რომ ეხა სხეულისთვის პირიქით ცუდია, უფრო ტვინისთვის, რომ აი ამაში, ამ ნეგატივში როგორ უნდა ვიყო და საკუთარ გამოცდილებას ვიტყვი, გადავერთვებოდი სხვა რაღაცაზე და უგულველყოფდი, ასე ვთქვათ, ჩემს ავთენტურ, ნამდვილ ემოციებს იმ მომენტში, რაც მჭირდებოდა. აქვე იმასაც დავამატებ, რომ რა თქმა უნდა, ხა ნეგატივში ჩარჩენას არ გულისხმობ, აქ მე გულისხმობ, რაც შენ აღნიშნე, განცდას. და მოდი მაყურებელს ავუხსნათ, როგორ უნდა განვიცადოთ ნეგატიური ემოციები, რომ არ ჩავრჩეთ და ეს რაღაც დეპრესიასთან არ არის კავშირში. ისევ იმას მივუბრუნდები, რომ იმით რომ რაღაცას გავექცევით, რაღაც არ გაქრება, ხო? ოთლის გადაგდების ანალოგით, ანუ ემოცია როცა მოდის, არის ინფორმაცია და რაღაცის მატარებელია. იმით რომ მე მეგობრებთან გავალ, ან ტელეფონს ავიღებ, ან მოსაწევად გავალ, ან რაღაც 1000-ნაირი გაქცევის გზები გვაქვს მით უმეტეს დღეს, ეს რაღაცა არსად არ ქრება. ან ყოველ შემთხვევაში ის წყარო, რაც ამ რაღაცას იწვევს, ხო, არსად არ ქრება. ერთ-ერთ ადრე ბევრი წლის წინ ერთ-ერთ პროცესზე ესეთი რაღაცა თქვა ის, რომ რეალურად ემოციის განცდა სულ 7 წამი ჭირდება. რეალურად რასაც გავურბივართ, შეიძლება სულ 7 წამი იყოს, ხო? ამავდროულად ალბათ შეიძლება სასარგებლო იყოს გვესმოდეს აი ეს ნეგატიური და პოზიტიური ემოციების ამბავი, ხო? რომ დავარქვათ სასიამოვნო ემოცია და უსიამოვნო ემოცია. ოღონდ არ დაგვავიწყდეს, რომ შეიძლება ეს სიხარული ან მადლიერება, ან აღფრთოვანება, ან აღმაფრენა, ეს ხო დადებითი ემოციაა? და სასიამოვნოდ ითვლება, ხო? და ზოგისთვის შეიძლება რთულად განსაცდელი იყოს. შეიძლება ტკივილი ბევრად ათულცევდა, ბევრად ნაცნობი, ამ სიტყვას შემოვიტან, ჩვეული და ადვილად განსაცდელი იყოს. უსაფრთხოც რახან ნაცნობია, ხო? უსაფრთხოც შესაბამისად, ვიდრე სიხარული. ამიტომ აქ ცოტა რას გავურბივართ კიდე კითხვის ნიშანი დავსვათ, ხო? მაინც, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი რაღაცა ნაკრები აქვს ალბათ ამ დასახელების, ემოციების, რასაც გაურბის. რომ შევხედოთ, მაინც საიდან მოდის ეს სასიამოვნო, უსიამოვნო, ნეგატიური და დადებითი, ძალიან მიყვარს არაძალადობრივი კომუნიკაცია არის მიმართულება, იმის ენვისი, იმის განმარტება, ხო? ანუ საჭიროებებით ვიბადებით. გლოვაზე იმი. ზუსტად, საჭიროებებით ვიბადებით ადამიანი, ხო? ანუ სასიამოვნო ემოციები არის მაჩვენებელი იმის, რომ რაღაცა საჭიროება, რაც იმ მომენტში მქონდა და მიკმაყოფილდა და უსიამოვნო ემოცია არის, როცა რაღაცა საჭიროება არ დამიკმაყოფილდა. ამიტომ ემოცია როგორც ინფორმაცია სასარგებლოა, მანამ სანამ გავურბივართ ამ ინფორმაციას არ ვიღებთ, ხო? თუმცა იმ ნაწილში ნამდვილად გეთანხმები, რომ
განცდა, ესე ადვილი სათქმელია 7 წამი, 5 წამი, ეხაც ძალიან მარტივად საუბრობ ამაზე, ხო, ამაზე საუბარი ძალიან ადვილია. თუმცა იმ მომენტში, როცა მე თვითონაც ვატყობ ჩემს თავს, სადა და როგორ გავურბივარ და ბევრი ხერხი მაქვს ამის და შევცვლი და ახალი ხერხი იბადება, ჩვევების შეცვლაში, როგორც წესი გამოსავალი აქ არ არის, ხო? ხვდები, რომ ამას რესურსი სჭირდება. პირველ რიგში იმიტომ რომ მე მოდის თვითგანსჯა რომ რა ეხლა არ შემინდა, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა სისტემა გვაქვს, ხო? ჩემთან ხშირად თვითგანსჯა მოდიოდა, რომ ანუ რა ეხლა ამდენი აკეთე, ამდენს მე არ შეგიძლია, არა, ხო, ზოგჯერ არ შემიძლია, იმიტომ რომ ზოგჯერ არ ვარ რესურსული. და ამასაც აღიარება უნდა. არ არის სიამოვნო. პირადი მაგალითი რომ მოვყვე რაღაცა შეიძლება? რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნო. ინფორმაციის როგორც ემოციის და მდგომარეობის როგორც უფრო საინტერესოა ხოლმე პირადი მაგალითი. ხო, თლაც საამაყო მაგალითი ესე არ არის, თუმცა მე ძალიან მიხარია ეს გამოცდილება დღეს და ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება სხეულთან კავშირით რაღაცა დიდი რაღაცა შეცვალო, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში მე ესე მჯერა, რომ ამის გამოცდილება არის ეს. ეს იყო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა დავდიოდი ბლოკნოტით, ვიწერდი მოვლენებს, მქონდა ემოციების სია. და ამ ემოციების სიიდან ვარჩევდი იმ მომენტში, რაც გრძნობდი, იქ საჭიროებებსაც და აი ესეთი, მოკლედ სწავლა განათლებით ვიყავი პირდაპირ მნიშვნელობით ფურცლებიდან ვიწერდი, იმიტომ რომ გეთხოვა, ჩამოგითვლიდი ალბათ რავი შვიდს, ვიღაცას რაღაცა ლექსიდან გამახსენდა და მე ვხსნათ, აი რა პრაქტიკაა ეს მეც გაკეთებული, მაგრამ კი, ანუ დღეურში ვწერდი მოვლენებს, ანუ პატარ-პატარა მოვლენებსაც მაგალითად შემოვიდა ჩემი თანამშრომელი ოთახში დადო ჭიქა. მარტივი მოვლენაა, ხო? ანუ არც არაფერი ისეთი. აი ესეც შეიძლება ჩამეწერა, წერდი ფაქტის სახით. შეიძლება მოვლენაც დამეწერა ჯერ ჩემი აქვთ, ფაქტის სახით წერდი. მე რა გავიფიქრე, ანუ რა ფიქრი მოვიდა მაგ მომენტში. მე რა ვიღებდი დავთარს, ვარჩევდი რა ემოცია იყო და საოცარი იყო, რომ აი ამ პატარა რაღაცაზე შეიძლება და 10 სხვადასხვა ემოცია ერთად ვქონოდა, როგორც სასიამოვნო, ასე უსიამოვნო, ასევე არასასიამოვნოც, ხო? ორივე სიიდან. მე შეიძლება იქ რაღაცა ზოგჯერ მქონდა სხეულებრივ შეგრძნებას ვაწერ, სად ვიგრძენი ეს ხელში. ეს იყო პრაქტიკა, რომელიც დამეხმარა ეს და სხვათა შორის 10 დღიანი ვიპასანა ორივე და ბევრი სხვა რაღაცაც. დღე ხმას არიღებ. ეს და ბევრი სხვა რაღაცაც არ მინდა რომ რამეს დავუკარგო მნიშვნელობა ყველაფერი ერთდროულად. ეს პერიოდი დამეხმარა იმაში, რომ გრძნობელობა, აღქმა და კავშირი, ანუ გამემძაფრებინა, უფრო მარტივი ხელმისაწვდომი გამხდარიყო ჩემთვის ეს ინფორმაცია, ხო? და ძალიან ბევრი საკუთარ თავთან პატარა-პატარა აღიარების და გულწრფელობის მომენტებიც მოდის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თურმე თლად ისეც არ ყოფილა რაღაცები, როგორც მეგონა, თურმე ისეთი ადამიანიც არ ყოფილა, როგორც ესე ჩემს თავს უმეორებ. როგორც შეფუთული გვაქვს. როგორც შეფუთული გვაქვს. ხო, არა, ქაქაუცებად კარგზე და ცუდზე არ არის. შეიძლება ზოგჯერ სუდ რაღაცა ჭდილოვანი შტრიხიც ძალიან მოგწონს ჩვენში და თურმე შეიძლება თლად ესეც არ არის, ხო? ეს პერიოდია, როცა ამით ვარ დაკავებული აქტიურად და ეს პერიოდია ჩემი შვილი არის სადღაც 3-4 წლის და ამ პერიოდში დაეწყო ვირუსების პერიოდი, ანუ ვიცით რომ ვამბობთ რომ ბაღში რო წავი და ეხა ვირუსები სულ აქ და ვირუსებთან ერთად დაეწყო ბრონქოსპაზმის ეპიზოდები. ეს არის ეპიზოდები ალერგიული რეაქცია ვირუსზე, ну მაშინ როგორც გავიგე, საიდან მოდის არ ვიცით, სად წავა თუ წავაოდეს მე არ ვიცით, შეიძლება ასთმაში გადაიზარდოს და ეს არის ეტაპი, როცა ეწყება პერიოდი თუ ეწყება, ანუ სატურაციას მე თვითონ ვერ ვურეგულირებ ხშირად, მივდივართ გვიწევს წესვლა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ღამის გათენება და მოკლედ ეს არის სადღაც ოღონდ პერიოდია უკვე, როცა 3-4 კვირაში ერთხელ ხდება. და თან ამას ერთვის ზემოდან კოვიდის პერიოდი. ის კლინიკა რაც ჩვენთვის ჩვეულია, არ გვიღებს. მივდივართ სხვა დაწესებულებაში, სადაც კოვიდის პაციენტი მოკლედ ჩოჩოხეთი ტრიალებს და ერთ-ერთი მორიგი ეპიზოდის მერე დილა, როცა ჩემი შვილის მამა გვაკითხავს, მე გამომყავს ჩემი 3 თუ 4 წლის იყო მაშინ მე მგონი შვილი უკვე ჩაძინებული, სვა მანქანაში, ჯდები მეც მანქანაში, მივდივართ სახლში, აი სადღაც დილა 6-7 საათია და ვზივარ და
ვაკვირდები ხა ჩემს, იმიტომ რომ ჩვევაში მეკო გამომუშავებული, რომ ვაკვირდები ხა როგორ ვარ და აი ძალიან დაღლილი ვარ, იმიტომ რომ მთელი ღამე რაღაცა რკინის სკამზე ვიჯექი, უყურებდი ამ ბავშვს სადღაც როგორ უკეთებენ, ეს ჩემი შვილი როგორ ტირენ, აი მთელ ამაში ვარ და ვაკვირდები, რომ დაღლილი ვარ, სხვადასხვა ემოცია არის, თქვა ბევრი რაღაცა არის, დათრგუნულობა რაღაც და სადღაც ვამჩნევ სიამოვნებას. და ოკეი. სიამოვნება შემოვიდა. სიამაყე საკუთარი თავით. უკვე ფიქრებია, ანუ ეს გმირი, სხვერპლი გმირი, გადავხედავ, მაშინ უკვე დაშორებულებები ვიყავით მე და ჩემი შვილს, გადავხედე და აღმატებულობის განცდა და ამპარტავნება შემოვიდა, რომ აი ეს მანქანაში და მე ხო იქ ვიყავი და უცებ მივხვდი მნიშვნელოვნობის განცდა შემოვიდა, რომ აი ეხლა ვარ მე მნიშვნელოვანი. ვერაფრით ვერ დავამოვიპოვე მნიშვნელოვნობის განცდა ჩემს ცხოვრებაში და აი ეხლა როცა მე აი ამდენს ვუმკლავდები, ვარ მნიშვნელოვანი და გადავხედე ჩემს შვილს უკან, რომელიც ეძინა გათიშულს, როგორ გამოიყურებოდა ალბათ დაახლოებით, ვისაც ბავშვები გყავთ და სიცხე ქონიათ და ესეთი გაგიულიათ იცით. და უცებ იმ მომენტში მივხვდი, რომ მორჩა მე ამას აღარ გავაგრძელებ. ანუ არ მიღირს უბრალოდ. ეს იყო სხეულებრივი გაცნობიერება, იმის მერე ჩემს შვილს ბრონხოსპაზმი არ ქონია. ეხლა ალბათ გამხდარა, მაგრამ იმის მერე ჩვენ კლინიკაში აღარ მოვხვედრილვათ. როცა კლინიკა იყო, ჩვეული ამბავი უკვე. და მივხვდი, როგორ რამხელა სარგებელი მქონდა ამას სხეულებრივი შეგრძნებების გარეშე. გონებით არ არის ადვილი, როცა დედა ხარ და ყველა დედას გვიყვარს შვილები, ასე ისე ამ ფორმით, ესეთი პერიოდი გვაქვს თუ ისეთი პერიოდი გვაქვს, გვიყვარს შვილები. მაგრამ არის ესეთი მომენტებიც, ხო? რთული არ არის ადვილი ამის აღიარება, მაგრამ გაზიარებისთვის, იმიტომ რომ მამას უნდა გამბედაობა. და დიდი მადლობა, მართლა, ჩემზე ძალიან იმოქმედა. ხო, ეხლა მართლა מחარებს ეს გამოცდილება, იმიტომ რომ ის ეტაპი ჩაიხურა. და ყოველთვის როცა რაღაც ეგეთი ხდება, გამოცდილებას იძენ ამ დროს. როცა ჩემს შულთან რაღაცა ხდება, ვუყურებ, სად შეიძლება იყოს ჩემი როლი, ხო? და მაგიტო გვასწავლიან ზუსტად ბავშვები გვაქვს დედებს ბავშვებთან მიმართებაში, ესე არ ვიცი, მეცნიერულად რა თქმა უნდა, არა უფრო რაღაც ეზოთერულად, ვიცი რომ სადღაც 21 წლამდე ძალიან დაკავშირებულები ვართ დედები განსაკუთრებით ჩვენ შვილებთან ენერგეტიკულად. მეცნიერულად უკვე არსებობს ძალიან ბევრი რაღაცა, ხო? კი, მეცნიერება ცოტა გვიან ეწევა ხოლმე რაღაცაებში, მაგრამ კი და რა თქმა უნდა დედისთვის ყველაზე სენსიტიური თემაა მაგის გააზრება, რომ რაღაცა შეიძლება, თუმცა სასარგებლოა, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ მთელი ეს ჩემი ბოლო რამდენიმე წელი, რაც არაფერში არ გავცვლიდი, ძალიან რთული წლები იყო, მაგრამ არაფერში არ გავცვლიდი, ჩემი შვილის გაჩენას უკავშირდება, ხო? მანამდე ეთყობა არაფერმა არ დაძრა ჩემი პროცესი. მიხედვით რომ აკადემიური ფსიქოლოგიური განათლება მანამდე მივიღე, უკვე ბავშვის გაჩენის მერე რაღაცები დაიწყო. გილოცავ. მართლა. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გააზიარე და ახლა მაყურებელი თუ კარგად მოусმენს შეიძლება თვითონაც აღმოაჩინოს ბევრი რაღაც. ხო, აქ მნიშვნელოვანია რომ არ გადავიდეთ თვით განსჯაში და თვით გვემაში, ხო? შეფასებაში მე მგონი, ხო? მივიღოთ უფრო. ხო, ვიცი რომ ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე შესრულება, მით უმეტეს როცა დედის როლს ეხება, ხო? ისევ დედის როლს. როცა ამ პროცესებს უყურებთ, როგორ ხდება ადამიანის არაცნობიერის ჩამოყალიბება, სხეული რამდენს იტევს და რამხელა გამოცდილებას იღებს და მე რამდენს ატარებს, რაც უფრო მეტს ვიგებ ამაზე და ამბიცია არ მაქვს, რომ ყველაფერი გაგებული მაქვს, ხო, უფრო ყოველდღიურად ახალ რაღაცას ვიღებ. ნელ-ნელა ჩდება ემპათია, კიდევ უფრო მეტი ემპათია საკუთარი თავის მიმართაც და ზოგადად ადამიანის მიმართ. იმიტომ რომ მე მაინც მომხრე ვარ იმ მოსაზრების, რომ ყოველი ადამიანი ყოველ მოცემულ მომენტში იქცევა მისი საუკეთესო შესაძლებლობებიდან გამომდინარე. გულის სიღრმეში, ხო? სხვა თანაბარ პირობებში, ანუ ადამიანს ცუდი ტიპი იყოს, არავის არ უნდა, ხო? ამიტომ რამდენადაც შესაძლებელია, რომ ეს არ გადავიდეს თვით განსჯაში, ცხოვრება. კი.
ხო, მიმღებლობის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი თავის პირველ რიგში, რომ მე სხვები მიიღო. ზუსტად. იმიტომ რომ მიმღებლობა თუ არ გაქვს, რო ამბობენ, რომ აი ხა ჩემ მაღიზიანებს მიუღებელი ტიპია რაღაც, პირველ რიგში შენსკენ უნდა მოატრიალ. ზუსტად. და ეგეც ნელ-ნელა გამომუშავებადია, ხო? ანუ აი ნელ-ნელა. ეგეც საინტერესოა. ეს იმ დღეს ვკითხულობდი ჩინელი ძენ ოსტატის ის რო არის პატარა ჩანახატი, რომ უყურებდა მთა არის და მდინარეა. მე დავიწყე რაღაცა პროცესი, მივხვდი რომ მთა არ არის და მდინარე არის დასრულდა ეს პროცესი და თურმე მთა არის და მდინარეა, ხო, ნუ თუ წყალი თუ რაღაცა. აი ეს პროცესი თუ არ არის გავლილი რაღაცებთან მიმართებაში, ხო? ანუ აი სხვა შემთხვევაში არის ფუჭი დასწავლილი, მათ შორის მორალიც, ხო? ანუ აი პრინციპებს და მორალს თუ ეს პროცესი არ აქვს გავლილი, სადაც კითხვის ნიშანი დაესვა, თუ მე კის, იმიტომ ამბობ, რომ არას თქმა არ შემიძლია, ან არას, იმიტომ რომ კის თქმა არ შემიძლია, კიც ფუჭია ეგეთი და არაც ფუჭია ეგეთი. ანუ ის პრინციპი და ის მორალი, როგორი ჰუმანისტურიც არ უნდა იყოს, თუ მე გავლილი არ მაქვს იმის ქვეშ რა არის და დანახული, აი თვალებში ჩახედილი არ მაქვს, რომ რა არის ეს, ხო? მაშინ მიმღებლობაც ზედაპირზე, სადღაც თვითონ სიტყვა ზედაპირზე ტივტივებს, ხო? ანუ მე მოდის მიმღებლობა, როცა აი ეს პროცესი გავლილია. გეთანხმები. და საკუთარი თავიც უფრო გიყვარდება. ხო, ანუ მიმღებლობა მოდის და უფრო მსუბუქი ხდები საკუთარ თავთან, რაღაც ასპექტებზე მაინც. კი. ზუსტად. ძალიან მეხმიანება. მიხარია. ხო არ მივუბრუნდეთ იმ საკითხს თავიდან, რაც დავიწყეთ და რა თქვი რომ ამას მე მოვუბრუნდებიო. ხო, რატო გვიწევს ახლა ამაზე მუშაობა და დავთხრებით სიარული და წერა საშინაო დავალება. რატომ გვიწევს ახლა ამასაკში, ვთქვათ, +40, მოდი ასე დავარქვათ, ამაზე მუშაობა და საერთოდ რატომ მოდის რომ ეხლა აღვიქვამთ ამ ყველაფერს და მოდი ჩემზე და შენზე ვისაუბროთ. ხო, და შეიძლება სხვა მანამდე აღიქვა. რამდენად ხშირად გეკითხებოდნენ ბავშვობაში რა გინდა? ან რას გრძნობ? რას გრძნობ საერთოდ არ მეკითხებოდნენ. რა მინდასაც არ მეკითხებოდნენ, თუმცა თავისუფლად ვიზრდებოდი. სხვათა შორის, მაგრამ რა გინდას არ მეკითხებოდნენ. ხო. ნუ ერთ-ერთი ალბათ რაც ვიტყოდი საიდან მოდის, ჩვენ მშობლებს არ ქონიათ კავშირის ხელთან, ჩვენც ნაკლებად გვაქვს კავშირის ხელთან, ანუ ყველაფერზე შეგვიძლია ეგ ვთქვათ. მეორე იგივე ის პროცესი რაც ავხსანი, ხო, ანუ ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთი ჩანაწერი რაც არაცნობიერში ხდება არის, რომ სხვადასხვა ფორმით ყველა ადამიანისთვის, ჩემთვის რაც იყო ჩანაწერი, რომ რას გრძნობ მნიშვნელოვანი არ არის. საერთოდ გრძნობა უსაფრთხო არ არის, იმიტომ რომ მტკივნეულია და მოდი ჯობია არ გრძნობდა და მით უმეტეს ღმერთმა არ იქნას გამოხატო. ხო, ანუ ჩემთან სადღაც მსგავსი ჩანაწერები გაკეთდა. რატო, როგორ, რის შედეგად, ანუ ეგ ცალკე თემაა, მე გეხა მნიშვნელოვანია. გოგოები ამას არ შვებიან, გოგოები კარგი გოგოა. ამას მე რა თქმა უნდა განპირობებულია როგორც უშუალოდ ინდივიდუალურად ოჯახის გამოცდილებიდან, კონტექსტიდან, განპირობებულია სოციალური წარმოდგენებიდან, იმიტომ რომ ოჯახი ამ სოციალურ კონტექსტში ცხოვრობს, კულტურული, სოციალური, აქ შემოდის უკვე ქვეყანას რაც ახასიათებს, სქესობრივი განსხვავებები და ასე შემდეგ, ხო? ის რაღაცეები იწერება და როგორც წესი, სხეული ყოველთვის იჩაგრება მაგ დროს, იმიტომ რომ ის რაც ბავშვობაში მოხდა და ის რაც რთული განსაცდელი იყო, რატომაც ეს გაყინვა მოხდა, ტკივილთან ასოცირდება, ხო? ანუ ის რომ დაუბრუნე და ის ტკივილი განვიცადო, ბავშვისთვის სიკვდილის ტოლფასია. ანუ წარმოსახვით არა, მისთვის მართლა სიკვდილის ტოლფასი იყო იმ მომენტში, იმიტომ გვაქვს თავდაცვის მექანიზმები, იმიტომ ბევრი რაღაცა არ გვახსოვს, რომ ესე გადავრჩით. საქმე იმაშია, რომ მე რო გავიზარდეთ, რაღაცა არის შეგნით, რაც მუდმივად აი გაწუხებს გეუბნება, რომ აქ რაღაცა არის, აქ რაღაცა მეტი, აი რატომ ვიწყებთ თუნდაც საერთოდ ამ თემებით დაკავებას, ხო? იმიტომ რომ რავი, სანამ ამ თემებით დავინტერესდებოდი ჩემი გამოცდილებისთვის,
აკადემიურ განათლებას არ გულისხმობ, რომ მუშაობდი, ბავშვი მყავდა ოჯახთან, რატომღაც ვიწყებთ, ხო, რაღაცა რომ შეგიჩნდება, ყველას თავისი მიზეზია. არ გაძლევს. ზოგჯერ კრიზისი ხდება, ზოგჯერ რაღაცა მოსვენებას არ გაძლევს. კრიზისი ყველაზე რესურსული მდგომარეობა ამისთვის, იმიტომ რომ რაღაცას დაარქვა, რომ თურმე ისე არ ყოფილა, როგორც მეგონა, არ არის მარტივი, ანუ ძალიან რთულია. თითქოს საკუთარ თავს აბიჯებ ამ პროცესით, რომ რა, ანუ მე რომ მეგონა რომ ეს იყოს სწორი, ანუ სხვანაირად არის? არ არის ეს მარტივი, სხეულებრივადაც არ არის მარტივი და გონებისთვის. იმიტომ რომ იმ მომენტში მგონია რომ მოვკვდები. იმ მომენტში გონებაში ეგ ფრაზაა ჩადებული, რომ აი ეს ახლა თუ ესე არ აღმოჩნდა მოვკვდები. ამიტომ ვარ ჩაბღაუჭებული იმას, რაც სწორი გგონია. ამიტომ არის კითხვა რომ თამთა შეიძლება არ იყოს, არ მოდის რაღაც მომენტში, ხო? ამიტომ ზრდასრულ ასაკში როცა მოდის უკვე ეს იმპულსი რომ რაღაცებს მივუბრუნდეთ ზრდასრულ ასაკში რესურსიც გვაქვს რომ განვიცადოთ და ის 7 წამია თუ 6 წამია თუ შეიძლება უფრო ხანგრძლივი დროის პერიოდია ამის რესურსი გვაქვს თუნდაც ნელ-ნელა ერთიანად ალბათ არა ყველა ადამიანი მაინც სხვადასხვა ეტაპზეა, სხვადასხვა რესურსულობა აქვს, სხვადასხვა მენტალური მდგომარეობა გვაქვს დღეს უკვე განსაკუთრებით ამ ქაოტურ სამყაროში, მაგრამ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაცებთან მიბრუნება, მთელი დაგროვილთან და განცდა, რომ იქ უკვე სხეულში აქ რაში გამოიხატება ხო ნეგატიური ემოციები დღეს დაგროვებული. თუ სადმე სხეულში რაიმე ქრონიკული დისკომფორტი გაწუხებთ, არ არის აუცილებელი რაღაცა დიაგნოზი იყოს მაინც და მაინც, ხო? კისერი, ხო? კისერი, საერთოდ უკანონად კისერი, მხრები, წელი, ანუ ნებისმიერი ტიპის ქრონიკული დაძაბულობა არის იმის, ესე ვთქვათ, მაჩვენებელი, რომ იქ უკვე ბევრი რაღაცა დაგროვდა. რა ხდება, ხო, ანუ როცა ეს სტრესის მომენტი ხდება, როცა ტრავმის მომენტი ხდება, ეს ენერგია რაც გამოიყოფა სხეულში, არსად არ მიდის ეს ენერგია და ხდება შეკავება და შეკავება დაძაბულობაზე, მუდმივ ამიტომ ეს ქრონიკული როცა ხდება, ზემოდან ედება განმეორებითი მოვლენები ბევრი ერთჯერადი მძიმე მოვლენები, მძიმე ინტენსიური მოვლენები, მოდი ვთქვათ, ადამიანისთვის, ხო, აქმისთვის. შეიძლება მოსასმენად ეგეთი ინტენსიური არ იყოს, მაგრამ რა მოხდა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ბავშვი რა მოხდა, ადამიანში რა მოხდა ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ერთ და იგივე მოვლენამ შეიძლება ეხა აქ შეიძლება მოხდეს და მე და შენ საერთოდ სხვადასხვანაირად აღვიქვათ, ხო, ეს რაღაცა. ამიტომ მნიშვნელობა აქვს მე როგორ აღვიქვი, ანუ ჩემში რა გამოიწვია ეს და ეს ბევრი რაღაცა გროვდება და როგორც წესი ქრონიკული დისკომფორტის რაღაცა დაჭიმულობა, მუდმივი გადაღლილობა, ხო? კი, კომპიუტერს ვაბრალებთ, ჯდომას ვაბრალებთ, ესეც არის რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ ბევრი არის იქიდან წამოსული, ხო, ის ემოციები, რაც ჩაგროვებულია. აი, შენ ახსენებ ჯდომა და მოდი, ბევრი ჯდომა, კომპიუტერი, ვთქვათ, ცხოვრების წესი, რომ ფიზიკური აქტივობა არ გაქვს, მოდი მაგას შევეხოთ, რომ როგორი თერაპიები არსებობს და საერთოდ თუ თერაპიას არ აიღებს სხეულებრივს, ვთქვათ, ადამიანმა, როგორ შეიძლება საკუთარ თავს უშუალოს, აი, ყოველდღიურად, როგორი ფიზიკური აქტივობით, იმიტომ რომ ვიცი, რომ ვარჯიში ძალიან შველის ამ დაგროვილი ემოციების, ნეგატიური ემოციების გამოსვლას გარეთ. ვარჯიშზე ცოტა ჩემეული წარმოდგენა მაქვს, მაგრამ მივუბრუნდეთ იმას, ხო, რა შეუძლია ყოველდღიურად ადამიანმა გააკეთოს. არის აი თუნდაც ეს დღიური რაც ვახსენე, ხო, დაკვირვება. ერთ-ერთი საშუალება, როგორც შეგიძლია დღეს შეიძლება სულ 10 წუთი დაგეხარჯოთ, ხო? ანუ ყოველდღიურად 5 მოვლენა რაც შეგიძლია ჩაწერო, აი თანმიმდევრობით მოვლენა რა მოხდა, ფაქტის სახით გადავწერო, იმიტომ რომ როგორც წესი მოვლენას ისე უყვებით, რომ შიგნით ვტენით ყველანაირ ჩვენს წარმოდგენას, შეფასებას, რასაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. თითქოს აი კამერა რო უყურებდეს. ხო, ეს არის ფაქტი. ხო, აი ფაქტი დავაფიქსიროთ, ხო და არა შეფასება. სასარგებლო რაც მოვლენას დაწერთ, მაგრამ ფაქტად გადაწერა ამ ყველაფრის, აი ძალიან მშრალად და მაგ დროს უკვე მოდის სხეულებრივ, მაგ დროს შეგიძლიათ უკვე დააკვირდეთ სხეულს, რამხელა დისკომფორტი მოდის, რომ რა, ანუ ესე არ მოხდა თუ რაღაც საკუთარ თავთანაც. არა, ხო, ესე მოხდა თუ არ მოხდაზე არ არის. ფაქტი ეს არის. ის რაც მე მგონია, რასაც მე ვადებ, რა ისტორიასაც ვადებ ფაქტს. ის არის უკვე ჩემი ფიქრი და ფიქრი განსხვავდება ადამიანიდან ადამიანზე, ხო? ანუ ერთმა ადამიანმა ეს შეფასება მიცა, მეორე ადამიანმა სხვა შეფასება მიცა და როგორც წესი ფიქრის ნაწილში ვჩხუბობთ ხოლმე, ხო? თუ კონფლიქტი გვაქვს, ვჩხუბობთ იმაზე, ეს ესე იყო თუ არ იყო ესე და არა ფაქტზე, ხო? ანუ ვინ რა ფიქრის ნაწილზე ვჩხუბობთ.
და მე მოდის უკვე ემოცია, ხო? ანუ აიღეთ სია, ძალიან ბევრი სია არის ემოციების ხელმისაწვდომი ინტერნეტში. ბოლო-ბოლო NVC-ის არაძალადებული კომუნიკაციის საიტზე არის ეს მასალა უფასოდ განთავსებული, შეგიძლიათ გადმოწეროთ ეს სიები და მხოლოდ და მხოლოდ სიით მოძებნოთ ყველა ის ემოცია, რაც ამ მომენტში განიცადეთ. ეს შეიძლება მოვლენის მერეც გააკეთოთ, იმიტომ რომ როგორც წესი გვახსოვს. და ამოწეროთ ყველა ის და ბევრი არ არის ერთი ემოცია, მარტო ბრაზი არ არის ხოლმე, მარტო სევდა არ არის ხოლმე, მთელი ნაკრები და ძალიან საინტერესოა. და მე აუცილებლად სხეულში სად განვიცადე ეს? სად ცხოვრობს ეს მომენტი ჩემთან სხეულში, ხო? და მე შეგიძლიათ უკვე რეაქციაც მიეწეროთ, რა მოვიმოქმედე. ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ როგორც წესი მანდაც სტანდარტული პასუხი გვაქვს ხოლმე და ერთ-ერთი თვითშემეცნების საინტერესო ნაწილია. ეს არის ერთ-ერთი რაც შეგვიძლია გონების დახმარებით, აი ამ სავარჯიშოთი ნელ-ნელა დავიწყოთ სხეულის galvova. სხეულის galvova, ინფორმაციის მიღება პირველ რიგში და საკუთარი ამ არაცნობიერი ნაწილის შესწავლა. ხო, იმიტომ რომ რაღაცას მე ვხვდებით, რომ ძალიან ერთნაირი მეორდება, ფიქრში ძალიან ერთნაირი რაღაცა. ოკეი, რა, მაგის მერე შეგვიძლია უკვე რაღაცა პროცესი დავუძათ, რომ რა ხდება. და რა თქმა უნდა, ეს სავარჯიშო საკუთარ თავთან გულწრფელობა საჭიროებს, ხო? თუმცა ეს ისეთ თქვა სამეცადინო ნაწილია. მოძრაობა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტი. მოძრაობა, რომელიც ჩემი აზრით არის ყველაზე მეტად სასარგებლო, თუ დავარქმევთ ამაზე სხეულზე მუშაობას, თუ დავარქმევთ, ოღონდ სხეულზე მუშაობას არა იმისთვის, რომ კუნთი მქონდეს ლამაზი, არამედ იმისთვის, რომ რაღაცა იქიდან რაღაცით გამთავისუფლდე. მოძრაობა ანუ мотивაციას აქვს მნიშვნელობა ამას ამბობ? არა. მოძრაობა, უფრო საით მივდივარ, იცი? როგორც წესი, როცა დავდივართ ვარჯიშზე, იქ არის კონტროლირებადი მოძრაობა, ესე უნდა გავაკეთო და რა არის იმ ვარჯიშის მიზანი? მან შევხედოთ, ხო? თუ მე მინდა ლამაზი სხეული, ეს არ ნიშნავს, რომ ეს კარგია. ანუ ოკეი, ვივარჯიშე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკა. ამის თქმა მინდა, მაინც мотивაციამდე მივდივარ, ხო? ჩემი мотивация თუ არა მე დარბაზში დავდივარ, იმიტომ რომ სხეული გავილამაზო, ეს სხვა мотивация არის, რომ მივდივარ და თუ არის ჩემი мотивация, რომ ვარჯიშობ, იმიტომ რომ თქვათ +40 მჭირდება ძალა, იმისთვის რომ ჯანმრთელი ვიყო, ესეც სხვა мотивация და კიდე ალბათ იქნება მესამე, ახლა რასაც ჩამოვთქვი. არის მესამე мотивация, ხო, არ ვიცი რამდენად სრულყოფილად ფარავს ყველაფერს ეს სამი კატეგორია, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ამეთ თუ მოვიდეკი და მივამატოთ მეოთხე კატეგორია, ხო? მესამე არის, როცა მინდა რომ ის რაც ხელში დაგროვებულია, ის იმას მიუცე მოძრაობის საშუალება, ხო? ეს არის მესამე და ბევრი ანუ იოგა ითვლება, რომ ამისთვის არის, ხო? იმიტომ რომ ცნობიერად ვაკეთებ, მაგრამ ისევ და ისევ რა განზრახვით მივდივარ იოგაზე. როცა ვარჯიშობ, რას ვაკეთებ და სახეობ. ხო, იოგის ვარჯიშები ხშირ შემთხვევაში სპორტად არის უგვაქცეული, ჯგუფები არის ისეთი, რომ აი მართლა სპორტია და რეალურად იოგას ცოტა სხვა დაკვირვება და შიგნით ჩახედვა და ვარჯიში ჭირდება. ხო, იოგა როგორც თვითშემეცნების პროცესი განსხვავდება, უბრალოდ გავიწელო და ლამაზად შევასრულო ასანა ისგან. ეს ძალიან სასარგებლო და ფანტასტიკურია, იმიტომ რომ თან იქ არის რაღაც მოძრაობები, თან განსაკუთრებით ქალისთვის, ხო? სადაც მენჯი იხსნება, მოკლედ აი მნიშვნელოვანია შეიძლება მაგ დროსაც გამოვიდეს ის დაძაბულობაც, მაგრამ ისევ мотивაციამდე მივდივართ ალბათ, ხო? მნიშვნელოვანია. და მინდოდეს მქონდეს ლამაზი სხეული, ამაშიც არაფერი არ არის დასაზრახი. ხო, უბრალოდ აქ თუ საუბრობთ სხეულზე ორიენტირებულ თერაპიაზე, ეს უკვე სხვა პროცესია, ხო? ვარჯიში შეიძლება მეხმარებოდეს ამაში, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი თვითონ უკვე პროცესი, რომელიც ამაზე არის მორგებული, ხო? მოგვიყევი. საყვარელო. სუნთქვეთი პრაქტიკები. ბევრნაირია. აი მოდი იბნევა ხანდახან, თქვათ, გამოუცდელი ადამიანი, ვისაც არა აქვს ამის გამოცდილება და მოდი ესე ვთქვათ, სულ ამას ვამბობ, რომ იღბლიანები ვართ, რომ დღეს საქართველოში ბევრი რაღაცა ხდება. ესე არ არის ყველგან. მართალია ისეთიც, ასეთიც, მოწონს, არ მოწონს, მაგრამ ბევრი რაღაცა ხდება. ამიტომ შეხედეთ ფასილიტატორს, შეხედეთ პროცესს და თუ გული მიგდით,
წადით, როცა არის ნებისმიერი მსგავსი პრაქტიკა. ჩავერთვები პროცესი. ბოდიში. ანუ ეხლა შენ ხო თქვი, რომ იღბლიანები ვართო და მე ძალიან ხშირად შემხვედრია, რომ რა არის ეს ამდენი ტრანსფორმაციები და რა არის ეს ამდენი პოდკასტები და მე ვერ ხვდები რაში უშლით ადამიანებს ხელს. ან რა არის ამდენი სიტყვა ტრანსფორმაცია და ამდენი რითრითი და მე ვფიქრობ ხოლმე, რომ მე არ ვღიზიანდები ამით. რაც უფრო მეტი იქნება, ნით უფრო ადამიანი ნახავს თავისზე მორგებულს და რა პრობლემაა, მაშინ ვერ ხვდები და გამიხარდა ახლა შენ რო თქვი რომ ბედნიერებად რომ მეც შენერა თვლი. მართლა არ ვიცი, მეც ახლა რაღაცა მომწონს, რაღაც არ მომწონს, სადღაც წავიდოდი, სადღაც არ წავიდოდი, მაგრამ ხო, ჩემი აზრით თუ რაღაცა ჩნდება, ტყუილ უბრალოდ არაფერი არ არსებობს ამ სამყაროში. მოგწონს თუ არ მოგწონს, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ თუ რაღაც ამ სამყაროში ჩნდება, როგორი არასასიამოვნო მოვლენაც არ უნდა იყოს, ტყუილ უბრალოდ არაფერი არ ჩნდება. ამიტომ ის რომ არჩევანი არსებობს, ესე იგი საჭიროა და ვიღაცა სჭირდება. და მე როგორი მოსაზრებაც არ უნდა მქონდეს, ჩემი ძალიან ჭკვიანური და ესეთი აღმატებული, ბევრ ადამიანს ისე რაღაცები შეიძლება ძალიან შველის, რაც შეიძლება მე ესე ზემოდან ვუყურებდე და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე რა მომწონს და მე რა არ მომწონს. დავუბრუნდეთ ახლა? დავუბრუნდეთ პრაქტიკებს, ხო? ჩემი მიდგომა არის ესეთი, რომ სუნთქვითი პრაქტიკა, მაგალითად, ბევრი ტარდება ინდივიდუალური სესიებიც, ჯგუფური სესიებიც. შეხედეთ ფასილიტატორს, შეხედეთ პროცესს, თუ თქვენთან აი სხეულებრივად თუ გსიამოვნებთ წასვლა, წადით. სხეულმა შეიძლება შიშიც იყოს, მაგრამ ანუ თუ გრძნობთ რომ მაინც შეგიძლიათ რესურსი გაქვთ რომ ეს გაიაროთ, გაიარეთ. თუ პროცესში გრძენით რომ რაღაცა ისე არ მიდის, წამოდით. ხო? იმიტომ რომ სხეულებრივი პრაქტიკა არის, მაინც ესეთი მოწყვლადი ხდება. შეიძლება არ მესიამოვნოს და არაუშავს რომ წამოხვიდეთ, ხო? ანუ აქ შემოდის საკუთარი თავის მოსმენის. თუმცა ისევ და ისევ მანდ აი ეს მომენტია დასაჭერი, რომ არ მსიამოვნებს, იმიტომ რომ რაღაც ისეთ შევეხე, რაც მნიშვნელოვანია. თუ არ მსიამოვნებს, იმიტომ რომ რაღაცა გარემოში არ მსიამოვნებს და ჩემთვის კარგი არ არის. შეიძლება მზად ხარ, ხანდახან ხო არა. ზოგჯერ აი უბრალოდ არ ხარ მზად და მართლა ძალადობაც გამოდის და მანდ მართლა ძალიან ისეთი წვრილი ხაზია, ხო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვცადოთ, ხო? და ეს არ ნიშნავს, რომ ფასილიტატორია ცუდი, ან პროცესია ცუდი, უბრალოდ ეს ისეთი სფეროა, სადაც სადღაც ვიღაცასთან უკეთესად გამოგივა ცხოვრების ამ ეტაპზე, ვიღაც შენთვის უფრო სანდოა და ისეთ სივრცეს ქმნის, ვიღაც არა. სუნთქვა ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ჯადოსნური ჯოხია ჩვენს ცხოვრებაში, ხო? იმიტომ რომ სუნთქვა რეალურად არის რაღაცა, რაც ავტომატურად ხდება და რაღაცა ისი კონტროლი შეგვიძლია, ხო? ამიტომ სხვადასხვა ინტენსივობით სუნთქვა, სხვადასხვა ტიპის სუნთქვა, სხვადასხვა ყურადღებით მიმართული რაღაცა ადგილში სუნთქვა, სუნთქვა არის ენერგია, ხო? სასიცოცხლო ენერგია შეტანილი სხეულში, თერაპიულია, ხო? ანუ სხვადასხვა ეფექტი, შეიძლება კათარზისული ეფექტი ქონდეს, შეიძლება იმ მომენტში იმ ადგილას ენერგიის შეტანის ეფექტი ქონდეს, რაღაცის დაძრის ეფექტი ქონდეს და მერე უკვე რაღაცა ემოციის ამოღების ზემოდან შეიძლება სხეულებრივი შეგრძნებით ან ემოცია წამოვიდეს და ამის განცდის საშუალებას გვაძლევს. ხო, აინტენსიურებს, ინტენსიური სუნთქვა, სუნთქვამ შეიძლება გაინტენსიუროს პროცესი, მაგალითად სუნთქვა აი გულის არეში, ხო? დავჯდა ჩემთვის შემიძლია მარტო სახლში, ყველანაირი ჯგუფის გარეშე ვისუნთქვა აქტიურად გულის არეში, გავაინტენსიურო ეს პროცესი. პირით ხდება თუ ცხვირით? ინტენსიური სუნთქვა პირით ხდება, იმიტომ რომ ცხვირით იმდენ ჰაერს ვერ მიაწოდებ, ხო? პირით ინტენსიურად ვისუნთქო, გავაინტენსიურო ის შეგრძნება და მე სხეულს მივცე მოძრაობის საშუალება, რომ ეს განიცადოს და გამოიტანოს. მედი ჩაგეკითხები, აქვს თუ არა მნიშვნელობა ფილტვებით სუნთქავთ თუ მუცლით, აი მაგასაც. სხვადასხვა ტექნიკაში სხვადასხვა არის, ხო? ისევ და ისევ. თუ გამოუცდელები ვართ და ესეთ. ამ შემთხვევაში მე რასაც ვამბობ, ხო, მაგალითად თუ გულში სუნთქავ და იმ მომენტში შეიძლება დიაფრაგმა, ანუ ფილტვებით ვისუნთქო, შეიძლება მუცლით ვისუნთქო. მუცლით სუნთქვა გარკვეულ ტექნიკებში გვჭირდება, მაგრამ ისევ და ისევ თუ გამოუცდელები ვართ ჯგუფი შეგვიძლია ფასილიტატორი ვიპოვოთ, ვისთან ერთხელ მაინც გავაკეთებთ და ბევრი ხდება ისევ და ისევ რაღაცაები თბილისში დღეს და არა მარტო თბილისში. ან შეგვიძლია
დავიწყო ერთი რაღაცა ინსტრუქციას მივყვეთ, ხო? ანუ მასალაც ბევრი არის ამის. ანუ უბრალოდ ვცადოთ ჩვენთვის, ხო? აი რას ნიშნავს ვისუნთქო გულში. ან ვისუნთქო რაღაცა ყელში, მაგათ აი ყელი ძალიან ხშირად არის ის არის, რომელიც განსაკუთრებით აი შეიძლება დაძაბულობა იყოს და ვისუნთქო ყელში, ხო? ცნობი, ანუ ყურადღების მიპყრობა და სუნთქვა უკვე რაღაცა ეფექტს ძრავს. და ასევე სუნთქვას აქვს უნარი დაგვამშვიდოს. მაშინ როცა სუნთქვა არის კონტროლირებადი, როგორც ანუ ცნობიერი სუნთქვა ხდება და როგორც წესი სტანდარტი არის უფრო სწრაფად ჩასუნთქვა და ნელა ამოსუნთქვა. ეს შეიძლება 4 თვლაზე ჩასუნთქვა, 8 თვლაზე ამოსუნთქვა იყოს. შეკავებაც არის ხანდახან. ჩასუნთქვა, შეკავება, გაბორმატეს მასტერკლას ვესწრებოდი და იქ იყო ეს 3-7-8 თემა, ხო? ანუ 3 თვლაზე ჩასუნთქვა, 7 თვლაზე შეკავება, 8 თვლაზე ამოსუნთქვა. უკვე დამშვიდების ეფექტი. სხეული გრძნობს თავს უსაფრთხოთ უკვე ამ დროს. ამ შემთხვევაში ხო უკვე ნელ-ნელა მშვიდდება და უსაფრთხოების შეგრძნება შემოდის სხეულში. სისტემური განლაგებები საოცრება. როგორც ჩემთვის არის ერთ-ერთი სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკა, იმიტომ რომ მთელ პროცესში გონება სადღაც გვერდზე დამკვირვებლის ნაწილში ყავს გადაყვანილი და დრო ვუხსნით გონებასაც რა ხდება აქ რო ძალიან არ გაბრაზდეს და არ საერთოდ არ ესე ვთქვათ დაბლოკოს პროცესი, თუმცა თავიდან ბოლომდე სხეულის დახმარებით ხდება ინფორმაციის მიღებაც განცდაც, გამოხატვაც და მე რაღაც ახალ მდგომარეობაში გადასვლაც, ხო? აქ არის უკვე სხეული როგორც ყველაზე კარგი შუამავალი არაცნობიერთან, იმიტომ რომ როცა საქმე ეხება ტრანსფორმაციას, ცნობიერი რას გონება, რას გვიყვება, რა ამბავს გვიყვება, რატო ხდება ჩვენ ცხოვრებაში ესე არ გვაინტერესებს. გეთახმარება. გვაინტერესებს, უფრო სწორედ შეიძლება გვაინტერესებდეს, თუმცა არაფერს არ გვაძლევს. საინტერესოა რა ხდება არაცნობიერში, იმ ამბის ქვემოთ, თუნდაც ერთი შრით ქვემოთ. არ არის აუცილებელი მაინც ამბიცია გქონდეს, რომ ბოლომდე ჩავიდეთ სადღაც. არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს როგორც ასეთი. თუმცა, ხო, უკვე მაგ სხეული და არაცნობიერი შემოდის, რომ რეალურად რა ხდება ამ ამბის ქვემოთ. ასე რომ სისტემური განლაგება როგორც მეთოდი რაღაცის მისაღწევად, რაღაც პროცესში, ჩემთვის ცხოვრების ამ ეტაპზე არის შეუცვლელი, ხო, და განცდისთვის. მოძრაობა. ჩემთვის აქტიური მედიტაციის სახეობები, ოშოს მედიტაციის სახეობები ძირითადად ერთ-ერთი ესე ვთქვათ აღმოჩენა იყო რამდენიმე წლის წინ და ეხლა აქტიურად ვიყენებ ყველა ჩემს პროცესში, ყველა ჩემს ვორქშოპზე ცალკე პროცესებად და იქ ძალიან ხშირად ესეთი ფრაზა არის ინსტრუქციაში, როცა ვამბობთ, რომ მიეცი რაღაცას უფლება იმოძრაოს ისე როგორც უნდა. ხო? ანუ მიეცი სხეულს უფლება იმოძრაოს ისე როგორც უნდა, ისევ თავშეკავებულობასთან მივდივარ, აი ამას ვართ მიჩვეულები, ცეკვის დროსაც ვცეკვავთ ლამაზად. ხო, იქ რო ლამაზად გამოვჭდეთ. როგორც რეალურად მიღებულია, რომ იცეკო. როგორც მიღებულია. და მაშინ თორე ვცეკვავთ ისე როგორც მიღებული არ არის, ესეც ამის უკანაც რაღაცა თავისი განზრახვა არის, ხო? იქაც რაღაცას ვამტკიცებთ ამით. ამ დროს სხეულს აქვს თავისი სურვილი, თავისი ესე ვთქვათ მოძრაობის გამოხატვის გამოვლინება, თუმცა ამის საშუალება სხეულს არ ვაძლევთ. ჩვენ ვუჭავთ და ხო. სხეული მუდმივად კონტროლში გყავს, ამიტომ ხო, როგორც ვთქვათ, ბავშვი რო ცეკვავს, ხო, ეს არის რაღაც ავთენტური ცეკვა, ხო, ბავშვის და ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული ეს ნაწილი, როგორ უფრო ლამაზი გამოჩნდება. გასწავლიან როგორ უნდა იცეკო, გარემო გკარნახობს. ზუსტად. ამიტომ აქტიური მედიტაციის პრაქტიკებში ძალიან ხშირად, ოშოს ტექნიკებში, ძირითადად მე ამ ტექნიკებს მივყვები, ძალიან ხშირად ინსტრუქციაში გვხვდება ეს სიტყვა, რომ მიეცი უფლება სხეულს იმოძრაოს ისე როგორც უნდა. რეალურად მანამდე რაც ვახცენე, ხო, სუნთქვა, ყურადღების მიმართვა და მოძრაობა, ხო? ეს სამივე არის ის ნაწილი, რასაც შეუძლია, რაზეც მანამდე ვისაუბრეთ, ანუ ის ენერგია, რომელიც სადღაც დაგროვდა, არ გამოიხატა, მაგის განცდის საშუალება მოგცეს. მოძრაობის გარეშე მარტო ვისუნთქო, თან აქტიურად ვისუნთქო, შეუძლებელია. ცადოთ, აიგრევე სადღაც რაღაც აქვტკივდება, იმიტომ რომ იქ მოძრაობა უნდა დაეხმაროს, რომ რაღაცა გაიტანოს, ხო? ანუ ხშირად ეს სამი არის მნიშვნელოვანი, ესე იგი. სამი არის მნიშვნელოვანი, ძალიან ხშირად გვხვდება ხოლმე მსგავს პრაქტიკებში, ხო, სხეულზე ორიენტირებულ პრაქტიკებში. თინა, მოდი კიდე რითიც დავიწყეთ და ზოგადად სათაურს რო ჩვენი თემის სათაურს რო გამოვეხმიანოთ, რა კავშირი აქვს სხეულებრივ პრაქტიკებს და ტრანსფორმაციას ერთმანეთთან?
ხო. რაზეც დავიწყეთ ხო საუბარი, ანუ ტრანსფორმაცია სიტყვა ჩნდება ჩვენს რეალობაში, როცა რაღაცა ცვლილება გვინდა ცხოვრებისეულად რომ მოხდეს, ხო? ანუ რაღაცა ისე არ არის, როგორც მინდა რომ იყოს და ვიწყებ ძიებას. ხშირ შემთხვევაში გონებრივად, ანუ გონების დონეზე ძალიან კარგად ვიცით, რა გვინდა. ზოგჯერ არ ვიცით, მაგრამ დაახლოებით მაინც ვიცით, რა აღარ გვინდა რომ ესე იყოს. აი მაგალითად, აღარ მინდა რომ თვეში ამდენი მქონდეს შემოსავალი და მინდა ამდენი მქონდეს შემოსავალი. აღარ მინდა რომ მაგალითად ესეთ ურთიერთობაში ვიყო, მინდა ესეთი ურთიერთობა მქონდეს. შეიძლება იყოს ჰობის ეხებოდეს, სამეგობროს ეხებოდეს, შულთან ურთიერთობას ეხებოდეს, ფინანსურ ყველა ბევრ რაღაცას, ნებისმიერ რაღაცას. ხშირ შემთხვევაში გაუმჯობესება გვინდა რა თქმა ხო, უნდა. ჩვენი წარმოდგენა რაც არის გაუმჯობესებაზე, ხო? და ამ მიმართულებით ვიწყებთ ძიებას, ამის გამო ვიწყებთ რაღაცის, ესე ვთქვათ, შესწავლას, თერაპიას, ასე შემდეგ. პასუხი რატომაც ეს შეიძლება არ იცვლებოდეს, ხო, ან ერთ წრეზე დავდიოდეთ, სხეულშია, ხო, იმიტომ რომ მე შეიძლება მინდოდეს ვიყო ძალიან დიდარი, მილიონერი და ამისთვის ვისწრაფოდე და ამ დროს 2 წამი ან რამდენიმე წამი სხეულს თუ დავუთმობ და უბრალოდ სხეულებრივად შევხვდები რა რეაქცია, შევხედავ რა რეაქცია აქვს ჩემს სხეულს იმაზე რომ ვარ ძალიან დიდარი, შეიძლება მივხვდე რომ შიგნით ყველაფერი კანკალებს. გეშინია. მეშინია. ამიტომ არ მუშაობს აფირმაციები უბრალოდ რო ამბობენ, ხო, იმიტომ რომ აფირმაციები აკეთებ, რომ არ ჯერა სხეულს. ზუსტად, ამიტომ უკვე როცა აფირმაციების ინსტრუქცია მიდის, ძალიან ხშირად გვეუბნებიან რომ იგრძენის და ამ დროს შეიძლება ვიგრძნო, მე წარმოვიდგინო კონკრეტული თანხა, მაგალითად, რაც მინდა, ან კონკრეტული გამოცდილება და ეგრევე ვხვდები, რომ შიგნით ჩფოთია რაღაცას ჩემში, არაცნობიერში. ეს არ აწყობს, იმიტომ რომ სახიფათოა. ესე ვამბობ ხოლმე, საწყის წერტილად ყოველთვის ვიღებ ჩემი თავისთვის და სხვებისთვისაც, როცა ვმუშაობ, ყველაფერი ის, რაც მე დღეს მინდა და არ მაქვს, რაღაცა ნაწილს ჩემში არ აწყობს და იმიტომ რაღაცა ნაწილისთვის ჩემში ეს არის სახიფათო. იგივე ეხება ძალიან ხშირად ფიზიკურ მდგომარეობასაც, ხო? ანუ რაღაცა არის ჩემში ისეთი, რაც რისთვისაც ეს მდგომარეობა არის ყველა დასწავლილი და თუ საკითხი. კონკრეტული შეიძლება ვთქვათ დაავადებაც. დაავადებაც შეგვიძლია ვთქვათ. სისტემურ განლაგებებში ძალიან ხშირად ცალკე მიმდინარეობა არის სიმპტომების და დიაგნოზის და დაავადებებზე მუშაობის და ველში მაქვს ნანახი, მეც მიმუშავია მიმართულებით, როცა შემოდის დაავადება და რა თქმა უნდა, როცა რაღაცა დაავადება, ამით უმეტეს თუ ეს არის რაღაცა ისეთი სერიოზული, ამას აღვიქვამთ როგორც რაღაცა არასასურველს. ველში სისტემურად ყოველთვის შემოდის რაღაცაში დასახმარებლად დაავადება. არ მინახავს ველში დაავადება, რომელსაც ადამიანისთვის, ანუ იმ ადამიანის რეპრეზენტატორისთვის ცუდი უნდა. ეგ მეორე არის ჩვენ ინფორმაციას მივიღებთ, არ მივიღებთ, მე რას ვუზამთ. ამიტომ ყველაფერი ის რაც არის, ანუ შიგნით რაღაცა ნაწილისთვის, ანუ სხეულში რაღაცა ნაწილისთვის, ის მდგომარეობა არის უსაფრთხო და ის ცვლილება ასოცირებულია საფრთხესთან. და ყოფილა შემთხვევა, რომ გაუცნობიერებია კონკრეტული დაავადება, რისთვის იყოს საჭირო, მე გაუცნობიერებია ცოტა გავშენ ისტორიას, მაგრამ შენი შვილის ისტორიასაც გაგვიზიარე და იმ მომენტში ვთქვათ გააცნობიერა და ვთქვათ გამოჯამრთელებულა ადამიანი. ქონია ეგეთი პრაქტიკაში შენ? მოვერიდები მაგ კითხვაზე პასუხის გაცემას, იმიტომ რომ ცოტა სხვა მიმართულებით მივდივართ, ხო, ანუ თითქოს ისევ იქ მივდივართ, რომ ეს არ გვინდა, ამიტომ თანკი და თან არა, ორივეა. ამ პროცესის დანიშნულება, გამოჯამრთელება როგორც აუცილებელი, ესე ვთქვათ, შედეგი არ არის, თუმცა შეიძლება ესეთი რაღაცაც მოყვეს, ხო? ჩემს პრაქტიკას თავს დავანებებ, ჩემზე ბევრად გამოცდილ და მრავალი წელი თან სამედიცინო განათლების მქონე ადამიანების პრაქტიკაში ყოფილა, თუმცა აქ ეგ არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ინფორმაცია მივიღოთ იმ მომენტში სხეულის ის ნაწილი რას გვეუბნება, ხო? ანუ რა არის ეგ მნიშვნელოვანი. და ისევ, ხო? ანუ ბევრად მეტი იცის რეალურად არაცნობიერის გამტარიანობის საშუალებით სხეულმა, ვიდრე ჩვენი გონება, ჩვენმა გონებამ, რომელიც რაღაც ისტორიებს გვიყვება. და ერთს დავამატებ, რომ ჩვენი გონება ხშირ შემთხვევაში ან არის წარსულში,
მომავალში და სხეულის ვაწმაში. ზუსტად. ოღონდ სხეულის აწმყო შეიძლება ცოტა დროში მოგზაურობას გავდეს, იმიტომ რომ სხეულის აწმყო შეიძლება ჩემი 3 წლის ასაკი იყოს, ჩემი 7 წლის ასაკი იყოს, ჩემი თინეიჯერების ასაკი იყოს და ჩემი ეხლანდელი ასაკი იყოს ერთდროულად ყველაფერი. ამიტომ ეს ერთდროულად არის გაერთიანებული სხეულში. თუმცა გონება არასოდეს არ არის აწმყოში. კი. თინა, დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და არ ვიცი, ისე ვარ რაღაცნაირად შევსებული და მადლობა ამისთვის. მადლობა მოწვევისთვის და მიხარია რომ შედგა ჩვენი საუბარი. მეც ძალიან.